ბათუმის მერია ახალგაზრდების უცხოეთში სტაჟირების პროგრამის განხორციელებას იწყებს. პროგრამა ახალგაზრდების პროფესიულ სტაჟირებას ან გადამზადებას არესტორნულ მომსახურების, სასტუმრო მომსახურებისა და ტურიზმის მენეჯმენტის მიმართულებით ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ასევე თურქეთსა და შვეიცარიაში ითვალისწინებს. სტაჟირების პროგრამა 7-თვიანია და მასში მონაწილეობა ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრებ 18-დან 35 წლამდე ასაკი საქართველოს მოქალაქეს შეუძლია. დაინტერესებული პირი უნდა ფლობდეს პროფესიულ ან უმაღლეს განათლებას მოცემულ სფეროში. ერთ უცხო ენას ასევე მერიაში უნდა წარმოადგინოს მოწვევა იმ ორგანიზაციის ან დაწესებულების მიერ, სადაც მსურველმა სტაჟირება უნდა გაიაროს. სტაჟირების მსურველს მუნიციპალიტეტი ხარჯებს არაუმეტეს 3000 ლარის ფარგლებში დაუფინანსებს. პროგრამის მიზანია სტაჟიორთა კვალიფიკაციის ამაღლება და შრომის ბაზარზე კონკურენტ უნარიანი კადრების გაზრდა. საბუთების მიღება მერიაში 1 ოქტომბრიდან დაიწყება და 1 თვეს გაგრძელდება. პროგრამაში, როგორც ნებისმიერ პროგრამაში კონკრეტულად უნდა იყოს გაწერილი, ვთქვათ, როგორ შეიძლება გაუმარტივდეს სტაჟირების მსურველს ამოწყვევის მიღება. ეს საკმაოდ რთული ტევადი პროცედურა და ხანგრძლივი და ესე დამოუკიდებლად, ვთქვათ, რამდენად რეალურად შეძლებს, ვთქვათ, სტაჟირების მსურველი ამ ყველაფრის მოხერხებას. ეგ არის მნიშვნელოვანი და თუ კი ეს მოხდება ამ ყველაფრის დაკონკრეტება და, ვთქვათ, ხელშეწყობა, მაშინ შესაბამისად გზახსნილი იქნება ჩემი აზრით ამ პროექტს. ჩვენ ვუფინანსებთ ახალგაზრდას მგზავრობის ხარჯებს, ვიზისა და ასევე დაზღვევის ხარჯებს. თითოეულ ახალგაზრდას გადაეცემა არაუმეტეს 3000 ლარი და პროექტის ფარგლებში დაფინანსდება 10 ახალგაზრდა. არანაირ სირთულეს ამოწვევის წარმოადგენა არ წარმოადგენს, რადგან არის ბათუმში შესაბამისი დაწესებულებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებს. ეს იქნება პროფესიული სასწავლებელი, ასევე უნივერსიტეტი, რომელშიც ტურიზმის ფაკულტეტი არსებობს, ასევე არის ტურიზმის დეპარტამენტი. მოწინავე რიგში არის ხარისხისა და ფასის შეუსაბამება. რა თქმა უნდა, ფასის რეგულაციაში სახელმწიფო ვერ ჩაერევა, საბაზრო ეკონომიკის მთავარი პრინციპი არის ეს, რაც შეეხება ხარისხის გაუმჯობესებას, სწორედ მსგავსი პროექტები, მსგავსი პროგრამები უწყობს ხარისხის გაუმჯობესებას და რა თქმა უნდა მიესალმება აჯარის ტურიზმის დეპარტამენტი და ხელს შეუწყობს მაქსიმალურად, რომ იყოს ასე ვთქვათ, კვალიფიციური ორგანიზაციებისგან იყოს მოწვევა გაკეთებული და ჩვენ სადუად ხელს შეუწყობთ პროგრამის წარმატებით გახორციელებას.